გამარჯობა, მადლობა მოხსენების მოწვევისთვის. დავიდი მოხსენ შემდგომში უკვე პირადად ვიქნები საქართველოში და საქართველოდან შევცვალ ასეთი მოხსენების გაკეთებას. დღეს ვისაუბრებ ესე დიდმასშტაბოვან მაგნიტურ ველებზე. პირველ რიგში დავიწყებ სამყაროს დიდმასშტაბოვან სტრუქტურაზე, თუ რა არის დიდმასშტაბოვანი, როგორი არის სამყარო დიდ მასშტაბებში და შემდგომ უკვე მაგნიტურ ველებზე ვკონცენტრებ და ძალიან პატარა ნაწილს ჩვენი კვლევებიდან ასევე წარმოვადგენ დღეს მაგნიტური ველების შესახებ. ეს ჩვენი კვლევები არის ჩატარებული სხვადასხვა მეცნიერთან კოლაბორაციის შედეგად და მადლობას ვუხდი მათ ჩვენს კვლევებში მონაწილეობისათვის და უბრალოდ მინდოდა აღმოაჩინა, რომ როდესაც ჩვენს კვლევებს შევეხები, ეს ჩატარებული არის ამ ადამიანებთან ერთად. დავიწყოთ იქიდან, თუ როგორი არის სამყარო დიდ მასშტაბებში. ჩვენი სამყაროს შესწავლას, რა თქმა უნდა, ვიწყებთ პატარა მასშტაბებიდან, ჩვენი მზის სისტემიდან, რომელიც ვიცით, რომ არის ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომელსაც გარშემო გრავიტაციის მეშვეობით აქვს პლანეტები და მისი ზომები არის მზის სისტემა უკვე არის დიდი მასშტაბი, იმიტომ რომ წარმოადგენს, როგორც ხედავთ, 1 პარსეკის ზომის არის და ეს არის დაახლოებით 10 ხარისხად 13 კილომეტრი. და შემდგომ აი ამ მზის სისტემის შემდგომ გავდივართ უკვე უფრო დიდ მასშტაბებში, რომლის კვლევასაც ვაწარმოებ დღესდღეობით. ეს არის სხვა მზის ტიპისნაირი სისტემები, სხვა ვარსკვლავები და ჩვენს გალაქტიკაში, ვიცით, რომ ჩვენს გალაქტიკას აქვს შავი ხვრელი და აი ამ გალაქტიკაში შეიძლება არსებობდეს სხვა ვარსკვლავები. ჩვენი გალაქტიკის შემდგომ ჩვენი მეზობლები არიან სხვა გალაქტიკები. გალაქტიკის ზომა დაახლოებით არის 30 კილოპარსეკი, რაც არის 10 ხარისხად 3 პარსეკი. წარმოიდგინე, რომ შეგვექმნა საკაზი მასშტაბებზე და ამ გალაქტიკებში გვაქვს ვარსკვლავთშორისი გაზი, რომელიც არის დაახლოებით მილიონობით გრადუსის. და ეს ამ გაზის არსებობა, ამ ვარსკვლავების გარდა, ამ გაზის არსებობა გამოწვეული არის ვარსკვლავური ამოფრქვევებით და ადრეული სამყაროდან მომავალი გაზით ასევე. შემდგომ ესე იგი სხვა გალაქტიკები თუ გავვალთ ჩვენი გალაქტიკის მიღმა შევხვდებით სხვა გალაქტიკებს და მათ გროვებს, რომელთაც გალაქტიკურ კლასტერებს ვეძახით და ამ გალაქტიკების შორისაც არსებობს გაზი, ასევე მაღალი ტემპერატურის გაზი, რომელსაც ვაკვირდებით სხვადასხვა ეფექტების მეშვეობით. ეს უბრალოდ მინდა დამენახებინა თუ ყველას უნახავს უკვე მზის სისტემის შემდგომ როგორ იზრდება, ასე ვთქვათ, მასშტაბები და რას ხედავთ უფრო დიდ მასშტაბებში, ხედავთ, რომ ეს აღებული არის მაგალითად ჩვენი გალაქტიკის ძალიან პატარა ნაწილი, სადაც არის ძალიან ბევრი ვარსკვლავი და შემდგომ უფრო დიდ მასშტაბებში, როდესაც მივდივართ, მაგალითად გალაქტიკური გროვების მასშტაბებში, აქ ხედავთ ძალიან ბევრ გალაქტიკურ გროვას. და თვითონ აი მაგალითად თითოეული გალაქტიკა უბრალოდ ასეთი გალაქტიკური გროვები გვაქვს ძალიან ბევრი. მაგალითად აქ ხედავთ იმ გალაქტიკურ გროვებს, რომელსაც დღეს ვაკვირდებთ. აი თითოეულ სურათზე გამოსახული არის სხვადასხვა გალაქტიკური გროვა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს აი ამ გალაქტიკებს, თავისი ბევრი ვარსკვლავებით და შესაძლოა მზის სისტემის ნაირ სტრუქტურებსაც. გვაინტერესებს კიდევ უფრო დიდ მასშტაბებში როგორი არის სამყარო და პირველი ასეთი კვლევები დაიწყო დიდი ხნის უკან, როდესაც იყო ცდა, რომ სხვადასხვა გალაქტიკების და გალაქტიკური გროვების
რუკა გაეკეთებინას, ასე ვთქვათ. ეს არის ასე ვთქვათ პირველი რუკები სამყაროს დიდ მასშტაბებზე, ანუ აქ თითოეული ეს თეთრი წერტილი წარმოადგენს galaktikas ან galaktikur grobs და ხედავთ, რომ აი ეს არის რამდენიმე მეგაპარსეკის რიგის, ანუ გავიხსენოთ, რომ ესე იგი 1 პარსეკი არის 10^13 კილომეტრი და თვითონ მეგაპარსეკი არის 10^6 პარსეკი და ანუ აქ ხედავთ აი მეგაპარსეკის რიგის მასშტაბებს, რომელშიც არის ბევრი galaktika, galaktikuri grova და წარმოადგენს ამ ბადისებურ სტრუქტურას. ნუ დღესდღეობით ამას კოსმიკ webs ვეძახით, კოსმოსურ ბადეს, აი ხედავთ, რომ ეს არის ზუსტად ის სურათი, რომელსაც უკვე დღეს ვაკვირდებით და აი ეს ზეტი, რომელიც ამ სურათზე არის გამოსახული, ზომავს მანძილს, ესე იგი, რაც უფრო დიდი არის ზეტი, მით უფრო შორს ვიყურებით, მით უფრო ადრეულ galaktikებს და galaktikur grobs ვიყურებთ და როგორც ხედავთ, აქვს ასეთი ბადისებური სტრუქტურა და ამ დაკავშირებულ ობიექტებს, რომლებიც რეალურად გრავიტაციით არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ფილამენტებსაც ვეძახით ხოლმე და კიდევ ერთხელ ეს ფერადი ნაწილები ამ შემთხვევაში არის galaktikები და galaktikuri grobები, gravitatsiით ნული, ხოლო აი შავ ნაწილებში არ გვაქვს სტრუქტურა და კოსმოსურ სიცარიელებსაც ვეძახით აი ამ რეგიონებს. დღეს უკვე ამ დიდმასშტაბოვანი სამყაროს დანახვა არ მხოლოდ დაკვირვებებით შეგვიძლია, არამედ შეგვიძლია გავაკეთოთ მისი სიმულაცია და საერთოდ როგორ ევოლუცირებს ეს დიდმასშტაბოვანი სტრუქტურა. მაგალითად აქ ხედავთ ერთ-ერთ ასეთ სიმულაციას, ხედავთ როგორ ხდება აი ამ დიდმასშტაბოვანი სტრუქტურის წარმოქმნა, შედარებით უფრო ერთგვაროვანი გაზისგან წარმოიქმნება ეს დაკავშირებული გრავიტაციით ბნული ობიექტები, რომელსაც აი აქ ნათი ფერით ხედავთ და ასევე გვაქვს დაბალი სიმკვრივისარები, სადაც არ გვაქვს არანაირი მატერია, რომელიც როგორც ვთქვით არის კოსმოსური სიცარიელები და კიდევ ერთხელ ეს არის, ესე იგი, ათობით და ასობით მეგაპარსეკის რიგის მოცულობა, სადაც გვაქვს უამრავი galaktika და galaktikuri grova და კოსმოსური სიცარიელე. რა თქმა უნდა, გვიჩნდება კითხვა, როგორ ვაკვირდებით სამყაროს დიდ მასშტაბებს და ალბათ არ იქნება უცხო არავისთვის თუ ვიტყვით, რომ მთავარი იარაღი ჩვენი არის სინათლე, ამ galaktikებიდან და galaktikuri grobებიდან წამოსულ სინათლეს, ან ტალღას ვაკვირდებით. ნუ ეს ვიცით, რომ სინათლე არის სხვადასხვა, სინათლე შეიძლება ქონდეს სხვადასხვა სიხშირე, გვაქვს პატარა სიხშირის და დიდი სიხშირის ტალღები და ანუ ამ სხვადასხვა სიხშირის სინათლის დაკვირვებით ვიგებთ სამყაროში არსებული სხვადასხვა პროცესების შესახებ. ნუ მაგალითად აი ამ სურათზე, რომელიც არის დაკვირვებებიდან ტელესკოპებიდან მიღებული, ვხედავთ ორ დაჯახებად galaktikur grobas. ნუ ხედავთ აი ამ სურათებში, რომ თითოეული ეს ნათი წერტილი, რომელსაც აქ ხედავთ, მოიცავს თავის მხრივ ბევრ galaktikas და ვაკვირდებით, რომ აი ამ galaktikuri grobებიდან მოდის სინათლის ტალღები, რომელიც ნუ ამ შემთხვევაში ვარდისფრად მოცემული არის დიდი სიხშირის ტალღა, რომელიც მიგვითითებს ამ სტრუქტურებში ელექტრონების დაჯახებაზე და ამ წარმოქმნილ გამოსხივებაზე და მეორე მხრივ აი ლურჯ ნაწილებს რასაც ხედავთ, ეს არის უკვე პატარა სიხშირის ტალღები, ეგრეთ წოდებული რადიო ანუ ტალღები, რომელიც რადიო სიხშირის დიაპაზონში არის და ამით ვაკვირდებით ამ მასშტაბებში მაგნიტურ ველებს, ანუ ეს გვაძლევს ინფორმაციას მაგნიტური ველებისა. და ის სტრუქტურები, რომლებზეც ვილაპარაკეთ და ჩამოვთვალეთ, პლანეტები, ვარსკვლავები, galaktikები, galaktikuri grobები და ფილამენტებიც ითვლება, რომ არის მაგნეტიზებული და მეტიც არა მხოლოდ ფილამენტები, შეიძლება კიდევ უფრო დიდი მასშტაბის ობიექტები, როგორც არის კოსმოსური სიცარიელები, შეიძლება ქონდეთ ასევე მაგნიტური ველი. ნუ აქ უბრალოდ მოცემული არის რა სიდიდის ველები გვაქვს გაუსის მითითებული გაუსში.
ვხედავთ რომ მაგალითად პლანეტებს შეიძლება ქონდეთ და დედამიწას მაგალითად აქვს 10 ხარისხად -4 გაუსის სიდიდის მქონე დაახლოებით მაგნიტური ველი, შემდგომ ვარსკვლავებს უფრო დიდი კილოგაუსის რიგის მაგნიტური ველები გააჩნია და რაც უფრო დიდ მასშტაბებში მივდივართ, მაგნიტური ველის სიდიდე ეცემა. ანუ მაგალითად გალაქტიკებში ზომავთ რომ უნდა იყოს დაახლოებით 10 ხარისხად -6 გაუსი, ან დაახლოებით 8-9 რიგით ნაკლები, ვიდრე დედამიწას გააჩნია. შემდეგ გალაქტიკურ გროვებსაც, როგორც მაგალითად აქ არის მოცემული დაახლოებით მიკროგაუსის რიგის მაგნიტური ველები აქვს და ფილამენტებში, რომელიც დღეს ზუსტად არ ვიცით ნამდვილად მაგნეტიზებული არის თუ არა, შეიძლება გააჩნდეთ 0.1 მიკროგაუსის რიგის მაგნიტური ველები. და ყველაზე საინტერესო არის კოსმოსური სიცარიელები. უდენან აქ მხოლოდ ზღვარს ვაკლებთ მაგნიტურ ველებს და ითვლება რომ დაახლოებით 10 ხარისხად -16, ანუ ძალიან სუსტი ველები შეიძლება არსებობდეს და ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ აი ასე დიდ მასშტაბებში კოსმოსური სიცარიელების მასშტაბები შეიძლება იყოს 10-20 მეგაპარსეკი და მეტი. და ასე დიდ მასშტაბებში საინტერესო არის თუ არსებობს მაგნიტური ველები, იმიტომ რომ გვაინტერესებს საიდან შეიძლება მოდიოდეს ასეთ დიდ მასშტაბებში არსებული მაგნიტური ველები. უბრალოდ რომ გავაკეთოთ მოკლე ჩართვა თუ დღესდღეობით დედამიწაზე სად ხვდებით მაგნიტურ ველებს, პირველ რიგში როგორც დედამიწაზე, ასევე უფრო დიდ მასშტაბებში მაგნიტურ ველებს ვახასიათებთ ენერგიით და ძალწირებით. ვიცით რომ დედამიწაზე მზეს თუ სხვა პლანეტებს მაგნიტური ველის ძალწირები გამოდიან და ერთი პლანეტის ან ვარსკვლავის ერთი ნაწილიდან გამოდიან და შედიან მეორე პოლუსში. და ასეთი ძალწირებით ხასიათდება მაგნიტური ველი, მიუხედავად იმისა, თუ სად ვაკვირდებით ან რა სამყაროს რა მასშტაბზე შევისწავლით. და ალბათ ყველას გვაქვს ნასწავლი გაგონილი რომ მაგალითად სადაც გვაქვს სადენი და გვაქვს სადენში გამავალდანი, ანუ მიმართული მუხტის მიმართული მოძრაობა, ამ შემთხვევაში გვაქვს ელექტრონები, გვაქვს ასეთ სადენს გააჩნია მაგნიტური ველიც და ასევე ვიცით რომ არსებობს დამაგნიტებული ნივთიერებებიც, ეს დამოკიდებულია იმაზე თვითონ ეს ნივთიერება ამ ნივთიერებაში როგორ არიან განთავსებული, მაგალითად ელექტრონები და ატომები. ვიცით რომ ესე იგი ყველაფერი რასაც ვაკვირდებით დღეს შედგება ატომისა და ელექტრონებისაგან და იმის მიხედვით როგორ არიან ისინი ამ ნივთიერებაში განლაგებული, შეიძლება ეს ნივთიერება იყოს ეს ობიექტი იყოს დამაგნიტებული ან არ იყოს დამაგნიტებული და ვიცით ასევე რომ თუ გვაქვს მაგალითად კოჭა, რომელშიც გადის დენი, ეს დენიც ქმნის მაგნიტურ ველს. და ამ ყველაფრის გაზომვა შეგვიძლია ჩვენი ხელსაწყოებით რაც გვაქვს და რა თქმა უნდა გვაინტერესებს როგორ ხდება შემდგომ აი ამ დიდ მასშტაბებში რომელიც ვახსენეთ, ასეთ შემთხვევაში მაგნიტური ველების გაზომვა. მაგნიტური ველების გაზომვა ასე დიდ მასშტაბებში ხდება არაპირდაპირ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ასეთი დიდი ხელსაწყოები, არ შეგვიძლია რომ ქონდეს ასეთი დიდი ხელსაწყოები, რომელთაც შეგვიძლია პირდაპირ გავზომოთ მაგნიტური ველი და აი სწორედ პატარა სიხშირის ტალღებით, რადიო ტალღებით, რომელზეც ვისაუბრეთ, ხდება მაგნიტური ველების სიდიდის გაზომვა. და როდესაც მაგალითად საუბრობთ კლასტერს შორის სივრცეზე, ან მაგალითად ასეთ შემთხვევაში სივრცე, რომელიც გვაქვს დაჯახებად კლასტერებს შორის, ამ სივრცეში თუ არსებობს ელექტრონები, რომელსაც გააჩნიათ ძალიან დიდი სიჩქარე და მაგნიტური ველი, მაშინ ეს ელექტრონები მოძრაობენ მაგნიტური ველის ძალწირების გასწვრივ და წარმოქმნიან ეგრეთ წოდებულ სინქროტრონის გამოსხივებას. და სწორედ ეს სინქროტრონის გამოსხივება არის ამ რადიო სიხშირის დიაპაზონში, რომელსაც შემდგომ ჩვენ ვაკვირდებით დედამიწაზე.
Ну, შეგახსენებთ, რომ ესე იგი სინათლე არის ელექტრომაგნიტური ტალღა, ნებისმიერი ტიპი, ნებისმიერი სიხშირის მქონე სინათლე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არის ესე იგი ელექტრული და მაგნიტური ველის ვექტორების რხევათა, წარმოადგენს ელექტრული და მაგნიტური ვექტორების რხევათა ერთობლიობას. და ერთ-ერთი არაპირდაპირი დაკვირვება მაგნიტური ველებისა უკავშირდება სწორედ აი ამ რხევებს სინათლეში. სწორედ ამ რხევების მეშვეობით სინათლეს გააჩნია პოლარიზება. იმის მიხედვით რა სიბრტყეში ირხევა ეს ელექტრული და მაგნიტური ველის ვექტორები და ამ პოლარიზებამ შეიძლება განიცადოს ცვლილება, როდესაც სინათლე გაივლის მაგნეტიზებულ გარემოში. და ესეც არის ერთ-ერთი არაპირდაპირი ფარადეის ბრუნვა, არის ერთი არაპირდაპირი გამზომი, ასე ვთქვათ, მაგნიტური ველებისა, აი ამ დიდი კლასტერების და გალაქტიკების მასშტაბებზე. მაგალითად, ესე იგი, თუ გვაქვს სინქროტრონული გამოსხივების წყარო, ესე იგი, გვაქვს ელექტრონები, რომლებიც მოძრაობენ მაგნიტური ველის ძალწირების გარშემო, ისინი გამოასხივებენ ამ სინქროტრონულ გამოსხივებას, რომელიც უკვე მაგალითად ამ სურათზე დავინახეთ, და ეს გამოსხივება, როგორც წესი, არის პოლარიზებული, ანუ ელექტრული ველის ვექტორები ირხევა კონკრეტულ სიბრტყეში. თუმცა, როდესაც ეს გამოსხივება გაივლის მაგალითად კლასტერს შორის სივრცეს, კლასტერების გროვას, სანამ ჩვენამდე მოვა ეს პოლარიზება განიცდის ცვლილებას. ამ დამკვირვებელთან ეს ელექტრული ველის ვექტორის რხევები არის უკვე მოსული სხვანაირად. ამ ეფექტის მეშვეობით ასევე შეგვიძლია დავადგინოთ, ესე იგი, რა უნდა იყოს მაგნიტური ველის სიდიდე წყაროდან დამკვირვებლამდე, რომ გამოიწვიოს ეს ეფექტი, ანუ პოლარიზაციის ცვლილება, რასაც ფარადეის ბრუნვას უწოდებენ. მაგნიტური ველის ასეთი დიდმასშტაბოვანი მაგნიტური ველების კვლევა დაკავშირებული არის, ასე ვთქვათ, პირველ რადიო ტალღების აღმოჩენასთან, რომელიც პირველად ჯენსკის მიერ იქნა გაზომილი თვითონ ჩვენს გალაქტიკაში, ანუ აქ მაგალითად მოცემული არის გალაქტიკურ კოორდინატებში კონტურებით რადიო ტალღები, რომლებიც პირველად იქნა დეტექტირებული. შემდგომ უკვე გროტ-ვებერი იყო მეცნიერი, რომელმაც დაადეტექტირა უკვე გარე გალაქტიკური რადიო ტალღები, ანუ ჩვენი გალაქტიკის მიღმა არსებული ტალღები, რომელიც მაგნიტური ველების არსებობის გამო მოდიოდა, სინქროტრონული გამოსხივების გამო მოდიოდა. და შემდგომ, აი უკვე ამ პირველი დაკვირვების შემდეგ დღესდღეობით გვაქვს ბევრი რადიო მიმღები, ანუ რადიო ტალღების ანტენა, ასე ვთქვათ, მიმღები, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია აი ასეთი დიდი მასშტაბებიდან მივიღოთ სიგნალი. და დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ტელესკოპი, ანუ ასეთ მიმღებთა ერთობლიობა არის ჰოლანდიაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ეს მიმღებები განლაგებული, რომელსაც ლოფარი ქვია და ასევე არის ერთ-ერთი ცნობილი და რომელსაც ასე ვთქვათ მთელი ასტროფიზიკული საზოგადოება ელოდება, Square Kilometre Array, რომელიც შენდება ამჟამად ავსტრალიაში და სამხრეთ აფრიკაში და ისიც ასევე ძალიან მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აი ამ რადიო ტალღების დეტექტირებას და შესაბამისად მაგნიტური ველების შესწავლისთვის მოგცემს ბევრ ინფორმაციას. ანუ ესე იგი დავუბრუნდებით მაგნიტურ ველებს და თუ კითხვას თუ რატომ არის ეს მაგნიტურ ველების შესწავლა მნიშვნელოვანი და საინტერესო, რა ინფორმაციას გვაძლევს საერთოდ სამყაროს ევოლუციის შესახებ. ცოტა დრო დავუთმოთ თვითონ სამყაროს ევოლუციის ფაზებს, ანუ რა ვიცით დღეს სამყაროს ევოლუციის შესახებ და რა ფაზები უნდა გაევლო დღევანდელ სამყაროს, ანუ კოსმიკ ვებ, რომელსაც დღეს ვაკვირდებით. დღესდღეობით ესე იგი ვიცით, რომ ყველაზე მიღებული მოდელი სამყაროსი, რომელსაც ბევრი დაკვირვება
ბევრი დაკვირვება ადასტურებს, არის ეგრეთ წოდებული lambda cold dark matter მოდელი და რომლის მიხედვითაც ვიცით რომ სამყაროს უნდა გაივლო ეს სხვადასხვა ფაზები. მაგალითად, ვიცით რომ სამყარო უნდა ყოფილიყო მის ძალიან ადრეულ ეტაპზე, განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზე პლაზმურ მდგომარეობაში. ეს არის პრინციპში ის მდგომარეობა, როდესაც სამყარო არის ნაწილაკების მდგომარეობაში, ელემენტარულ ნაწილაკების მდგომარეობაში და აი ამ ითვლება რომ პირველად იყო ესე ვთქვათ კვანტური ვაკუუმი, ანუ არაფერი, საიდანაც წარმოიქმნა გაჩნდა შემდგომ გაცხელება, საიდანაც სამყარო გადავიდა გაცხელებულ მდგომარეობაში და წარმოიქმნა პირველი ატომები. შემდგომ ამ პირველი ატომების წარმოქმნას მოყვა რეკომბინაცია, ასე კი ამ დროს სამყარო დაახლოებით როდესაც პირველი ნაწილაკები გვაქვს სამყაროში, ალბათ რამდენიმე წამის და განიცდის გაფართოებას, გაციებას და ამ გაციებას მოყვება ეგრეთ წოდებული რეკომბინაცია. რეკომბინაცია ნიშნავს იმას, რომ თუ კი სამყარო მანამდე იყო პლაზმურ მდგომარეობაში, ანუ სინათლის ნაწილაკები და ყველა ნაწილაკი პრინციპში რაც ამ დროს არსებობდა იყო ბმული ერთმანეთთან, ხდება უკვე განცალკევები, ანუ პლაზმის, მაგალითად პროტონების, ელექტრონების, ანუ ატომების, ასე ვთქვათ, განცალკევება ხდება სინათლისაგან. ამას ქვია სწორედ რეკომბინაცია და რეკომბინაცია შემდგომ მოყვება უკვე ეგრეთ წოდებული dark ages, ანუ ბნელი წლები, როდესაც სამყაროში არ არსებობდა არც ვარსკვლავები, არც galaktikები, მხოლოდ არსებობდა ეს ნეიტრალური ატომები, რომლებიც პირველი ნეიტრალური ატომები, როგორიც არის მაგალითად წყალბადი, ჰელიუმი, მსუბუქი ატომები, ისინი იყვნენ ნეიტრალურ მდგომარეობაში და ამის შემდგომ მოხდა ისევ ხელახალი გაცხელება სამყაროში, პირველი ვარსკვლავების წარმოქმნა და ამ პირველ ვარსკვლავებს მოყვა უკვე galaktikებისა და galaktikuri გროვების წარმოქმნა. როდესაც სამყაროს აი ევოლუციის სურათს ვუყურებთ და დღესდღეობით ვაკვირდებით მაგნიტურ ველებს აი ამ galaktikuri და galaktikuri გროვების მასშტაბებში, გვჭირდება კითხვა, საიდან და როგორ შეიძლება წარმოქმნილიყვნენ ეს მაგნიტური ველები. და პრინციპში მექანიზმი, რომელიც დღესდღეობით ასე ვთქვათ, ყველაზე მიღებული არის ჰიპოთეზა, თუ როგორ შეიძლება წარმოქმნილიყო ეს მაგნიტური ველები, ის არის იგივე, რაც გვაქვს დღესდღეობით დედამიწაზე, ანუ კლასიკური მექანიზმი, რომ თუ გვაქვს მუხტის განცალება, ანუ გვაქვს მაგალითად მიმართული მოძრაობა ელექტრონებისა, უარყოფითად დამუხტული ნაწილაკებისა, მაშინ შეიძლება გვქონდეს მაგნიტური ველი. და ვითვლება, რომ ეს პირველი მაგნიტური ველები უნდა ყოფილიყო ძალიან მცირე, დაახლოებით 10^-15 ან 10^-20 გაუსისა და ამ მუხტის განცალების მექანიზმით შეიძლება წარმოქმნილიყო როგორც ადრეულ სამყაროში, ანუ როდესაც სამყარო იყო ცხელი, ასევე შემდგომ, როდესაც ხელახალი გაცხელება მოხდა სამყაროს და პირველი ვარსკვლავებისა და galaktikების წარმოქმნა დაიწყო. ძირითადად ასეთ ველებს ვეძახით პირველად ველებს, რომლებიც ადრეულ სამყაროში შეიძლება წარმოქმნილიყო და ასტროფიზიკურ ველებს, რომლებიც უკვე შემდგომ პირველი სტრუქტურების დროს შეიძლება პირველი სტრუქტურების წარმოქმნის დროს შეიძლება წარმოქმნილიყო. ესე იგი, როგორც თქვით, თუ გქონდა დადებითი და უარყოფითი მუხტი სამყაროში, ნაწილაკები, დადებითი და უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები, ისინი შეიძლება რაღაც არაწონასწორული პროცესების გამო განცალებული იყვნენ და წარმოქმნილიყო ამის შედეგად პირველი სუსტი მაგნიტური ველები და შეიძლება მომხდარიყო შემდგომ ამ მაგნიტური ველების გაძლიერება. იმიტომ რომ როგორც თქვით, შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით დაახლოებით 10^-6 გაუსის რიგის მქონე მაგნიტურ ველებს ვაკვირდებით, მაშინ როცა ნაწილასწარმეტყველებია, რომ 10^-20, ანუ გაცილებით მცირე მაგნიტური ველები უნდა წარმოქმნილიყვნენ პირველად სამყაროში. ანუ ასეთ მაგნიტურ ველებს დასჭირდებოდა შემდგომ, რა თქმა უნდა, გაძლიერება, რომ მიგვიღო დღესდღეობით დაკვირვებადი მაგნიტური ველები.
ხახლა რასთან არის თვითონ მაგნიტური ველები დაკავშირებული, რა ინფორმაცია შეიძლება მოგცენ და რატომ არის საერთოდ მათი შესწავლა მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ყველაფერი რაც არსებობს დღეს დედამიწაზე თუ დიდ მასშტაბებში მოდის იქიდან რომ სამყაროში, ადრეულ სამყაროში იყო მატერია, ანტიმატერიის საკითხი. კერძოდ ვიცით რომ მაგალითად ადრეულ სამყაროში, როდესაც ესე იგი სამყარო იყო ელემენტარული ნაწილაკების მდგომარეობაში, არსებობდა როგორც ნაწილაკი, ასევე ანტინაწილაკი. ანუ მაგალითად თუ ქონდა ელექტრონი, უარყოფითად დამუხტული ნაწილაკი, ქონდა ასევე პოზიტრონი, ანუ მისი საპირისპირო მუხტის მქონე ნაწილაკი. მაგრამ ეს ნაწილაკები განიცდიან ერთმანეთთან ურთიერთქმედებას და ეგრეთ წოდებულ ანიჰილაციას, ანუ მათი ურთიერთქმედების შედეგად ისინი წარმოქმნიან ფოტონებს. ანუ თუ მოხდებოდა ასე ვთქვათ მატერია ანტიმატერიის ანიჰილაცია, მაშინ გვექნებოდა მხოლოდ სინათლე და არ გვექნებოდა მატერია, მარტივად რომ ვთქვათ. მაგრამ დღეს გვაქვს სტრუქტურები, galaktikები, galaktikuri გროვები, ესე იგი ნიშნავს იმას, რომ ამ ელექტრონების და პოზიტრონების, ვთქვათ, რაოდენობა არ იყო თანაბარი. ანუ ქონდა მეტი ელექტრონი, ვიდრე პოზიტრონი, რამაც გამოიწვია ის, რომ არ მოხდა მთლიანად მატერია ანტიმატერიის ანიჰილაცია და მოხდა სტრუქტურების წარმოქმნა. ამ საკითხს უკავშირებენ ხშირად მაგნიტურ ველსაც, იმიტომ რომ თვლიან რომ თუ ქონდა ეს პირველადი მაგნიტური ველები, მათ შეეძლოთ გამოეწვია აი ეს სწორედ მატერია ანტიმატერიის ასიმეტრია. შემდგომ ასევე მაგნიტურ ველებს უკავშირებენ მაღალ ენერგეტიკულ ნაწილაკების გავრცელებას, კი არ უკავშირებენ, პრინციპში ისინი გავლენას ახდენენ დამუხტული ნაწილაკების მოძრაობაზე. ანუ როგორც მაგალითად უკვე ვთქვით, ისინი წარმოქმნიან, თუ გვაქვს ელექტრონები და მაგნიტური ველი ერთად, მაშინ წარმოიქმნება სინქროტრონის გამოსხივება, ასევე ანუ მაგნიტური ველები მოქმედებენ მაღალ ენერგეტიკულ ნაწილაკებზე, რომლებიც დღეს დედამიწას გამუდმებით, ასე ვთქვათ, დედამიწაზე გამუდმებით შემოდიან დედამიწის ატმოსფეროში და ეს ნაწილაკები შეიცავენ ისეთ დამუხტულ ნაწილაკებს, როგორც არის მაგალითად პროტონი და შესაბამისად პროტონი, ელექტრონი და მაგნიტური ველები ახდენენ ასევე მათ ტრაექტორიაზე გავლენას, ანუ როგორ მოძრაობენ ეს ნაწილაკები. და ასევე მნიშვნელოვანია, რომ დიდ მასშტაბებში მაგნიტური ველები გავლენას ახდენენ ვარსკვლავების ფორმირებაზე. მაგალითად, აი აქ ხედავთ თქვენ ერთ-ერთი რიცხვი სიმულაციებიდან მიღებულ შედეგებს. მარცხენა სურათზე მოცემული არის ნულოვანი მაგნიტური ველი, ეს არის განაწილება ვარსკვლავებისა ერთ-ერთ galaktikაში, galaktikas ხედავთ, ასე ვთქვათ, და ხედავთ, რომ ამ თუ პატარა სურათს დავაკვირდებით, იმ შემთხვევაში მარჯვენა ნახაზზე, როდესაც გვაქვს მაგნიტური ველი, ის ასეთ შემთხვევაში გვაქვს გაცილებით მეტი ვარსკვლავი galaktikაში. ანუ შეიძლება მაგნიტური ველებს გამოიწვია ვარსკვლავების წარმოქმნა იმ ეპოქაში, როდესაც დაიწყო სწორედ პირველადი galaktikების და პირველადი ვარსკვლავების და შესაბამისად galaktikების ფორმება. ანუ მაგნიტური ველები შეიძლება გავლენას ახდენენ სწორედ აი ასეთ მნიშვნელოვან პროცესებზე, როგორიც არის galaktikების და ვარსკვლავებისა და galaktikებისა და galaktikuri გროვების წარმოქმნა. შემდგომ ასევე ისინი საინტერესო არიან იმითაც, რომ არ მხოლოდ აი ამ galaktikურ გროვებში ვაკვირდებით მაგნიტურ ველებს, არამედ galaktikებს თვითონ მაგალითად აქტიურ galaktikებს, რომელთაც აქვთ შავი ხვრელი და უბრალოდ რომელთა შავი ხვრელიც გამოტყორცნიან მაღალ ენერგეტიკულ ნაწილაკებს, მათ ეს ნაკადი ხშირად არის მაგნეტიზებული. ნუ ამას აქტივ galactic nuclei-ს ეძახიან და ეს active galactic nuclei არის ბევრ galaktikაში მაგნეტიზებული. ანუ ეს გამოტყორცნილი ჯეტები galaktikებიდან, შავი ხვრელებიდან შეიძლება იყოს მაგნეტიზებული. აი აქ მაგალითად თქვენ ხედავთ, ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველებას, აი ამ მომავალი დაკვირვებებით, square kilometer array-ის მეშვეობით, როგორი იქნება, რამდენ ასეთ galaktikas, რომელიც მაგნეტიზებულ ჯეტებს გამოტყორცნის,
შეგვიძლია დავაკვირდეთ. ეს არის მოდელირება თუ საწყის ეტაპზე ტელესკოპის ამუშავებისას როგორ დავაკვირდებით ჩვენს მეზობელ გალაქტიკებს. ვხედავთ რომ მაგალითად აქ არ გვაქვს ისეთი გალაქტიკები, რომელსაც ეს მაგნეტიზებულ ჯეტებს გამოსწორცენ, მაშინ როცა მაგალითად მარცხენა სურათზე ვხედავთ, რომ აი ამ ჯეტებს, რომელსაც აქ აკვირდებით, ამ სურათზე არის სწორედ ეს მაგნეტიზებული ჯეტები და აი ამ დაახლოებით 20-30 წლისთვის, ან რამდენიმე წლით შემდგომ შევძლებთ, რომ ძალიან ბევრი ასეთი მაგნეტიზებული გალაქტიკა აღმოვაჩინოთ და შესაბამისად ამის მეშვეობით შევისწავლოთ, როგორ ხდება აი ამ დიდი მასშტაბების მაგნეტიზება, სამყაროს დიდი მასშტაბების მაგნეტიზება. ჩვენს კვლევებში უშუალოდ გვაინტერესებს, როგორ შეიძლება დაკვირვებების გამოყენება მაგნიტური ველების წარმომავლობის დასადგენად, ესე იგი, საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს მაგნიტური ველი, შეიძლება იყოს ის წარმოქმნილი ადრეულ სამყაროში, თუ შემდგომ, როდესაც დაიწყო პირველი ვარსკვლავების და გალაქტიკების ფორმირება. დღესდღეობით დაკვირვებები გვაქვს დღევანდელ ეპოქაში, ანუ ესე იგი, ვაკვირდებით გალაქტიკებს და გალაქტიკურ გროვებს დღეს, თუმცა იმისათვის, რომ შევძლოთ დადგენა თუ საიდან შეიძლება ეს მაგნიტური ველები მოდიოდეს, გვჭირდება თეორია, ანუ თეორიული მოდელები მაგნიტური ველებისა, რომლებიც მოგცემს აი ამ მაგნიტური ველების განაწილებას დიდ მასშტაბოვან სტრუქტურაში, cosmic web-ში, რომ შემდგომ შევძლოთ ამ თეორიული მოდელების დაკვირვებებთან შედარება. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ როდესაც წარმოვიდგენთ მაგნიტურ ველებს, ისინი არ არსებობენ, შეიძლება არსებობდნენ, შეიძლება იყოს ვაკუუმის თვისებას, თუმცა დღეს სამყაროს რა მდგომარეობაშიც ვაკვირდებით ამ cosmic webs, ვთვლით, რომ ეს მაგნიტური ველები უნდა იყოს ევოლუცირებდნენ ამ სტრუქტურებთან ერთად, ანუ ვამბობთ ხოლმე, რომ მაგნიტური ველები თან ზდევს, ჩაყინული არის აი ამ სითხეში, კოსმოსურ სითხეში, ასე ვთქვათ და მასთან ერთად ევოლუცირებს. რა თქმა უნდა, ეს არის კომპლექსური პროცესი, რომ შევისწავლოთ მაგნიტური ველების ევოლუცია ამ სტრუქტურების ფორმირებასთან ერთად. მაგალითად, როდესაც ხდება პირველი ვარსკვლავების და გალაქტიკების წარმოქმნა, ვიცით, რომ გრავიტაციის მეშვეობით ხდება აი ამ გაზის შეკუმშვა და ამ შეკუმშვას თან უნდა ახდას მაგნიტური ველის გაძლიერებაც. მეორე მხრივ ასევე არის არაწრფივი პროცესები ამ დროს, შეიძლება მაგნიტური ველი გაძლიერდეს არაწრფივად, ანუ ექსპონენციალურად სწრაფად აი ამ შეკუმშვის დროს, თუ მოხდა რაიმე არამდგრადობა ამ პროცესის დროს და რა თქმა უნდა, აი ამ თეორიის და მაგნიტური ველის მოდელების შექმნისთვის გვჭირდება აი ამ პროცესების გათვალისწინება. და იმისთვის, რომ ეს პროცესები გავითვალისწინოთ, ამ არაწრფივი პროცესების ჩათვლით გვჭირდება რიცხვითი მოდელირება. ანუ როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღესდღეობით შეგვიძლია სამყაროს აი ამ დიდ მასშტაბების რიცხვითი სიმულაციების მეშვეობით მოდელირება და მათ შორის შეგვიძლია შევისწავლოთ თუ აი ამ cosmic webs, აი ამ დიდ მასშტაბოვან სტრუქტურას გააჩნია მაგნიტური ველი, როგორ ევოლუცირებს ის აი ამ დიდ მასშტაბოვანი სტრუქტურის ფორმირებისას. და მთავარი კითხვა რაც არის, რა სტრუქტურას გვაძლევს მაგნიტური ველები დღეს, თუ ავიღებთ სხვადასხვა მოდელებს, როგორი იქნება აი ეს magnetized cosmic web, დღეს მაგნიტური კოსმოსური ვები და დაკვირვებების მეშვეობით შეგვიძლია თუ არა ვთქვათ პირველადი არის მაგნიტური ველები თუ ასტროფიზიკური. ჩვენ შემთხვევაში დავიწყეთ შესწავლა პირველადი მაგნიტური ველებისა. გვაინტერესებს სხვადასხვა პირველ მაგნიტურ ველს თუ ავიღებთ, ან სხვადასხვა მოდელს თუ შევქმნით თეორიულს, როგორ სტრუქტურას მოგცემენ ისინი დღეს და შემდგომ რომელი სტრუქტურა მაგნიტური ველისა შეიძლება იქნას გამორჩეული დაკვირვებების მიერ. მაგალითად, აქ ხედავთ ჩვენი სიმულაციების, რიცხვითი სიმულაციების, კოსმოლოგიური რიცხვითი სიმულაციების საწყის პირობებს, ხედავთ სხვადასხვა მაგნიტური ველის განაწილებას.
აქ ღია ფერებით აღნიშნული არის დიდი მაგნიტური ველი, მაგალითად 10 ხარისხით -9 გაუსის ამ შემთხვევაში, ხოლო შედარებით უფრო მუქი ნაწილები მიუთითებს პატარა მაგნიტურ ველებს და ვექტორებით მონიშნულია თვითონ მაგნიტური ველის ორიენტაცია. იმიტომ რომ როგორც თქვით, მაგნიტურ ველს გააჩნია ძალწირები და აი ეს მისი ვექტორები მოცემული აი ამ შავი ფერით ამ სურათებზე. ესე იგი, ჩვენ ვიწყებთ ჩვენ სიმულაციებს მაგნიტური ველის სხვადასხვა პირობებით, სხვადასხვა განაწილებით და გვაინტერესებს რა სურათს მივიღებთ აი ამ მაგნიტური ველების განაწილებისას დღეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ დავხაზავთ, წარმოვადგენთ მაგნიტური ველის ენერგიის სივრცის შკალაზე დამოკიდებულებას, ჩვენი საწყისი პირობები შემდეგნაირად გამოიყურება. მაგალითად, პირველი სურათი შეესაბამება იმ მაგნიტურ ველს, რომლისთვისაც მთელი მაგნიტური ველის ენერგია თავმოყრილია 1 მეგაპარსეკი რიგის მასშტაბებში. ანუ 1 მეგაპარსეკი არის დაახლოებით galaktikuri გროვების მასშტაბები. ანუ მაგალითად ამ პირველი სურათისთვის მაგნიტური ველის ენერგია თავმოყრილი არის galaktikuri გროვების მასშტაბებში. მაშინ როცა მეორე, მესამე და მეოთხე სურათებისთვის მაგნიტური ველის ენერგიის თავმოყრის შკალა იზრდება. ანუ მაგალითად სურათი 3-ისთვის მაგნიტური ველის ენერგია თავმოყრილი არის უფრო დიდ მასშტაბებში. როგორც ასევე აი ამ სურათიდან ვჩანთ, რომ მაგნიტური ველები დაახლოებით 10-9 გაუსი რიგის ამპლიტუდით კორელირებენ დიდ მასშტაბებში. ანუ მათი ენერგია უფრო დიდ მასშტაბებში არის თავმოყრილი. და როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი მიზანია შევისწავლოთ აი ასეთი სხვადასხვა ენერგიის, სხვადასხვა განაწილების მქონე მაგნიტური ველები, როგორ სურათს მოგცემენ დღესდღეობით. ეს მაგნიტური ველები აქ წარმოდგენილია სამყაროს ადრეულ ეტაპზე, როდესაც მაგალითად ჯერ არ არის galaktikების და galaktikuri გროვების ფორმირება და შემდგომ ნახავთ, როგორ ევოლუცირებს ეს მაგნიტური ველების სიმულაციებისას. ჩვენ ვიყენებთ ENSO კოსმოლოგიურ კოდს, ეს არის ასე ვთქვათ რიცხვითი გამოთვლები, რომელიც პირველად ასე ვთქვათ დაწერილი იქნა დიდი კოლაბორაციის მიერ და დღეს სხვადასხვა ჯგუფი და სხვადასხვა მეცნიერი შეუძლია ამ კოდის გამოყენება. ასევე ვიყენებთ ჩვენს ამ კოდს და ჩვენი ამოცანისთვის, ანუ როგორი არის მაგნიტური ველების განაწილება დღეს რომ გავიგოთ, ვუშვებთ აი ამ სიმულაციებს გამოთვლით კლასტერზე. მაგალითად, ახლა თქვენ ნახავთ მარჯვენა სურათზე, როგორ ევოლუცირებს თვითონ ჩვენი მასიური ობიექტები. ანუ როგორ ხდება მასიური ობიექტების წარმოქმნა. მაგალითად, იწყება ერთგვაროვანი განაწილებით სიმკვრივისა და შემდგომ გრავიტაციის მეშვეობით ხდება ეს კოლაფსი და ფილამენტური სტრუქტურების წარმოქმნა. ანუ ერთის მხრივ გვაქვს ეს კოსმოსური სიცარიელეები, სადაც არ გვაქვს galaktikები და galaktikuri გროვები, ანუ დაბალი სიმკვრივე და მეორე მხრივ გვაქვს ეს კოლაფსირებადი და მაღალი სიმკვრივის მქონე ობიექტები, როგორც აქ ხედავთ. და ახლა ნახოთ თუ როგორ ევოლუცირებს თვითონ მაგნიტური ველი, როდესაც აი ამ სტრუქტურების ევოლუცია ხდება. ჩვენ განვიხილავთ ამ შემთხვევაში ორ ტიპის მაგნიტურ ველს. ერთ შემთხვევაში მაგნიტური ველის ენერგია მარცხნივ თავმოყრილი არის პატარა მასშტაბებში, ხოლო მარჯვნივ უფრო პატარა მასშტაბებში. ნახოთ ახლა როგორ ევოლუცირებს ასეთი მაგნიტური ველები. ხედავთ რომ ეს მაგნიტური ველებიც მსგავსად სტრუქტურებისა იღებენ ფილამენტურ სტრუქტურებს, ანუ ისინი ძლიერდებიან ამ ფილამენტებში, ანუ სადაც გრავიტაციის მეშვეობით ხდება გაზის კუმშვა და galaktikების და galaktikuri გროვების წარმოქმნა. ანუ ნათელი ფერებით ხედავთ მაღალი მაგნიტური ველის მქონე არეებს და დაბალი მუქი ფერებით ხედავთ კოსმოსურ სიცარიელებში, ანუ დაბალი სიმკვრივის მქონე არეებში, როგორი არის მაგნიტური ველები, ანუ გვაქვს უფრო დაბალი მაგნიტური ველები. და ხედავთ რომ ორივე შემთხვევაში
მაგნიტური ველი გაძლიერდა ამ ფილამენტებში, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც მაგნიტური ველი თავდაპირველად მაგნიტური ველის ენერგია თავმოყრილი იყო დიდ მასშტაბებში, ასეთ შემთხვევაში მივიღებთ უფრო დიდი მაგნიტური ველები დღევანდელ ეპოქაში, სწორედ აი ამ ფილამენტებში და galaktikul გროვებში. ესე იგი, მაგნიტური ველები, რომელთა ენერგიაც დიდ მასშტაბებშია თავმოყრილი, უფრო ეფექტურად ძლიერდებიან აი ამ სტრუქტურების ფორმირებისას. შემდგომ როგორც უკვე ვთქვით, გვინდა რომ შევადაროთ ჩვენი სიმულაციები დაკვირვებებს და ამისთვის გვჭირდება რომ სიმულაციებიდან ამოვიღოთ ის სიდიდეები, რომელიც შეიძლება შედარდეს პირდაპირ დაკვირვებებთან. ჩვენ ასეთ შემთხვევაში გამოვიყენეთ ფარადეის ბრუნვა, როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს არის პროცესი, როდესაც ხდება სინათლის პოლარიზების შეცვლა, როდესაც ის გაივლის დამაგნიტებულ გარემოს და ამ ეს ცვლილება შეიძლება დავახასიათოთ ფარადეის ბრუნვის ამპლიტუდით, რომელიც აქ y ღერძზე არის გადაზომილი და შევისწავლოთ აი ამ სიდიდის ევოლუცია დროში. ნუ აქ დაახლოებით 13 გიგაწელი მიუთითებს იმ ეპოქას, როდესაც უკვე დღევანდელი ანუ galaktikების და გროვების წარმოქმნა სრულდება, ასე ვთქვათ, სამყაროში. გვაქვს ამ სიდიდის ევოლუცია დაკვირვებებიდან მიღებული და მეორე მხრივ ჩვენ გვინდა შევადაროთ ის სიმულაციებიდან მიღებულ შედეგებს. მაგალითად, ახლა ხედავთ აი ამ სამი სხვადასხვა ფერით, როგორი არის ამ სიდიდის ფარადეის ბრუნვის ევოლუცია დროში, თუ კი გვაქვს სხვადასხვა მაგნიტური ველის. კიდევ ერთხელ, ამ შემთხვევაშიც მაგალითად ეს ფერი მიუთითებს ისეთ მაგნიტურ ველს, როდესაც გვაქვს მაგნიტური ველის ენერგია თავმოყრილი პატარა მასშტაბებში, ამ შემთხვევაში მეორე სურათზე და შემდგომ რაც უფრო დიდი ფარადეის ბრუნვას ვიღებთ, უბრალოდ მაგნიტური ველებისგან, რომელთა ენერგიას თავმოყრილია უფრო დიდ მასშტაბებში, ვიღებთ უფრო დიდ ფარადეის ბრუნვას. ანუ დაკვირვებებთან უფრო მეტ თანხმობაში მოდის ის მაგნიტური ველები, რომელთა ენერგიაც თავმოყრილია თავდაპირველად დიდ მასშტაბებში. ანუ galaktikuri გროვების მასშტაბის გაცილებით მიღმა, ანუ გაცილებით დიდ მასშტაბებში ვიდრე არის galaktikებისა და galaktikuri გროვების ზომა. მან შესაძლოა ჩვენი სიმულაციები შესაძლებელია გამოყენებული იქნას შედეგები დაკვირვებებთან შედარებით და დაკვირვებებთან შედარებისთვის და შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გამოვარჩიოთ, რომელი საწყისი მაგნიტური ველის განაწილება შეესაბამება დღესდღეობით დაკვირვებად მაგნიტურ ველებს. ну შევაჯამოთ, ესე იგი, მოხსენებაში ვისაუბრეთ დიდ მასშტაბებზე, რომ სამყაროს გააჩნია სამყარო დიდ მასშტაბებზე წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ cosmic webs, კოსმოსურ ბადეს, რომელიც თავის მხრივ არის გრავიტაციული ფილამენტების galaktikuri გროვების და galaktikების ერთობლიობა და ერთობლიობა კოსმოსურ სიცარიელებთან ერთად, ან დაბალი სიმკვრივის მქონე ობიექტებთან და სამყაროს სხვადასხვა მასშტაბი განჭოლილი არის მაგნიტური ველებთან. არა მხოლოდ ჩვენს მზის სისტემაში არსებულ ობიექტებს გააჩნიათ მაგნიტური ველები, არამედ ჩვენს galaktikაში სხვა ვარსკვლავებს და ჩვენი galaktikis მეზობელ galaktikებს და galaktikul გროვებს, ანუ galaktikata ერთობლიობაც არის ასევე მაგნეტიზებული. არ არის დღესდღეობით დადგენილი, საიდან მოდიან ასეთ დიდ მასშტაბოვანი მაგნიტური ველები, როგორც ვთქვით, შეიძლება მოდიოდნენ ადრეული სამყაროდან, ან შემდგომ გვიანდელი სამყაროდან, როდესაც პირველი სტრუქტურების ფორმირება დაიწყო და ჩვენი მიზანია, ჩვენი სიმულაციების და რიცხვითი თვეების მიზანი სწორედ აი მაგნეტიზებული კოსმიკ ვების მოდელირება, რათა გავიგოთ, როგორი სტრუქტურა შეესაბამება დღევანდელ დაკვირვებად მაგნიტურ ველებს, როგორი სტრუქტურა შეესაბამება დღევანდელ დაკვირვებად მაგნიტურ ველებს. ჩვენი სიმულაციების შედეგების შედარება დაკვირვებებთან მიანიშნებს იმაზე, რომ მაგნიტური ველები, რომლებიც
დღევანდელ დაკვირვებად მაგნიტურ ველებს წარმოქმნიან, უნდა ყოფილიყვნენ კორელირებული დიდ მასშტაბებში, ანუ მათი ენერგია უნდა არსებულიყო ძალიან დიდ მასშტაბებში, გაცილებით დიდ, ვიდრე galaktikებისა და galaktikuri გროვების მასშტაბი არის. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა, მადლობა ყურადღებისთვის და მოხარული ვარ უპასუხო კითხვებს. არ მესმის არაფერი თუ რაიმე კომუნიკაცია ხდება? ეხლა ისმის? კი, ეხლა ისმის. ხო, შეკითხვები არის, შევეკითხები მაინც ჩატში კიდევ ერთხელ. კარგით, რავი, შეკითხვები თუ არ არის, მაშინ შეგვიძლია ხო? და მადლობა დიდი. მადლობა დავასრულოთ. მადლობა, ის უღრმესი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. დიახ, კარგით, ამით მაშინ დავასრულოთ. ნახვამდის. და იმედია შემდგომში უკვე პირადად შევძლებ მოხსენების გაკეთებას. კარგით. ნახვამდის. paldies.